პეტრას ციხის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი სამუზეუმო სივრცე გაიხსნა. ნაეკლესიარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ უნიკალურ ექსპონენტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მოზაიკას, რომელიც წლების წინ პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. მოზაიკის რესტავრაცია ახლახან დასრულდა, რომელზეც ქართველ რესტავრატორებთან ერთად პოლონეთიდან მოწვეული სპეციალისტებიც მუშაობდნენ. მუზეუმის კიდევ ერთი საინტერესო არტეფაქტია დოქის ფორმის ჭურჭელი, რომელზეც დატანილი ფიგურები ოსტატის დახვეწილ ტექნიკაზე მიუთითებს. ჭურჭელი ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეებით თარიღდება. პირველად ისტორიაში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ იხილონ პეტრას ციხისძირში ნაეკლესიარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მოზაიკიანი იატაკის ხილვა. ეს სააგენტო პოლონელ რესტავრატორებთან ერთად და ასევე სააგენტოს რესტავრატორებთან მოახდინა მისი კონსერვაცია, სამუზეუმო სივრცეში გადატანა და უკვე დღეიდან საშუალება აქვთ, რომ ეს უნიკალური, მართლაც უნიკალური მოზაიკა იხილოს დამთვალიერებლებმა. ეს ადრექრისტიანული მოზაიკა არის, დაახლოებით თარიღდება ახალი წელთაღრიცხვის მე-5-მე-6 საუკუნეებით. ძალიან ხშირად მოყავს ტურისტები, ძალიან კმაყოფილები არიან, ძალიან ინტერესდებიან ისტორიითაც. უყვებით იმასაც, რომ აქ გაკეთდა პირველი რკინიგზა, რომელზეც გადაჰყურეს პეტრას ციხე, ულამაზესი ხედებია ქალაქზეც და პოპულარულია, ჩვენ ძალიან ხშირად დავდივართ. ყველა მეორე დღეს აქ ვართ.